საკანონმდებლო ორგანო 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტთან დაკავშირებულ შენიშვნებს მთავრობას დღეს გადაუგზავნის. აღმასრულებელ ხელისუფლებას შენიშვნების გასაცნობად 5 დღიანი ვადა აქვს, რის შემდეგაც მთავრობა ბიუჯეტის პროექტს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს. დეპუტატებმა დოკუმენტის საკომიტეტო განხილვები უკვე დაასრულეს. საკითხზე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა შემაჯამებელი სხდომა გამართა. დღეს პარლამენტი უკვე ეროვნული ბანკის შესახებ ინიციატივაზე იმშელებს. ნოდარ ჩარჩუა ჩაგორთობა პირდაპირ ეთერში. ნოდარ გისმენთ. დიახთამარ, ეროვნული ბანკის შესახებ ინიციატივაზე დღეს პარლამენტი საკომიტეტო რეჟიმში იმსჯელებს. მთავრობას აქვს საკუთარი ინიციატივა, სწორედ ეროვნული ბანკთან დაკავშირებით და მთავრობის წარმომადგენლები და თავად კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან არ უნდა გამოვიდეს მაკონტროლებელი, თუმცა ეროვნული ბანკის საფარქვეშ უნდა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი სიპი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და რომელიც დამოუკიდებლად განახორციელებს მონიტორინგს. ალტერნატიული წინადადება აქვს ოპოზიციის წარმომადგენლებს, თუმცა ისინი ჯერჯერობით საკანონმდებლო ორგანოში არ მოსულა, სავარაუდოდ საკომიტეტო რეჟიმში პირველ ეტაპზე განიხილება სწორედ მართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტი და მისი განხილვა მუხლობრივად იგეგმება უკვე მეორე მოსმენით. თუ კი დღეს დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება რაიმე სახის ალტერნატიული წინადადება, არ არის გამორიცხული, რომ საკომიტეტო რეჟიმში დეპუტატებმა ამ წინადადებაზეც იმსჯელონ. სავარაუდოდ ხვალ ჩატარდება მეორე მოსმენით საკომიტეტო მოსმენა, აქ უკვე მხოლოდ საბიუჯეტო კომიტეტზე აუცილებელი მოსმენა, დანარჩენი კომიტეტები უკვე აღარა საჭირო მათი განხილვა, ეს მათ პირველი მოსმენით განიხილეს მთლიანად და ხვალ ალბათ დავამთავრებთ მოსმენას და ზეგ სავარაუდოდ იქნება გადაყენილი პლენარული სხდომას. 2015 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს რაც შეეხება დოკუმენტის კორექტირებული ვარიანტი საკომიტეტო რეჟიმში უკვე განხილულია, ახლა იგი პარლამენტის თავმჯდომარის მაგიდაზე დევს და რამდენიმე საათში სავარაუდოდ იგი მთავრობას გადაეგზავნება. მთავრობას კი აქვს 5 დღიანი ვადა იმისთვის, რომ დეპუტატების მიერ თანდართული შენიშვნები, რომელიც როგორც თავად დეპუტატები აცხადებენ, არ ყოფილა რაიმე სახის ძირეული ცვლილების შენიშვნები, განიხილონ, ან გაითვალისწინონ, ან უგულებელყონ აღნიშნული შენიშვნები და დასამტკიცებლად ისევ საკანონმდებლო ორგანოს გადმოუგზავნონ. შენიშვნები უკვე სამყარო კომიტეტმა განიხილა, როგორც შენიშვნები მოაგროვა, თუ მესამე შენიშვნები ქონდა, შენიშვნების გათვალისწინებით ბუნებრივია, გადაუგზავნის ფინანსთა სამინისტროს, გადამუშავდება და შემოვა უკვე პარლამენტში გასახილველად და კენჭისყრად. სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, მომავალ კვირაში იქნება ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის მიღება პლენარულ სხდომაზე. ამ წუთებში ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომა იწყება. ბიუროს სხდომაზე დაზუსტდება ის განსახილველი საკითხები, რომელსაც დეპუტატები დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ. დიდი მადლობა, ეს იყო ნოდარ ჩარჩუა.